ფიზიკური პირებისთვის 2 მილიონ ლარამდე მოცულობის ჯამური კრედიტების რეფინანსირებისას და მათი ერთი ბანკიდან მეორეში გადატანის დროს ბანკის მიერ დაწესებული წინწრების საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა დღეს არსებული 2%-დან 0.5%-მდე შემცირდა. 4 მარტს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა ნათია თურნავას ბრძანება, რომელმაც კომერციული ბანკებისთვის განსაზღვრული ჯარიმების ზედაზღვარი გაზარდა. ბანკების ფულადი ჯარიმების განსაზღვრელი ბრძანება, რომელიც 4 მარტამდე მოქმედებდა, ეროვნულმა ბანკმა 2009 წელს მიიღო და მის მიხედვით სეფს ბანკებისთვის შეეძლო დაეწესებინა ჯარიმა, რომლის მოცულობაც იყო საზედამხედველო კაპიტალის 0.1%, 0.5%, 0.1%, ხოლო ახალი ბრძანებით მას დაემატა საზედამხედველო კაპიტალის 0.5% და 1%-ის ოდენობის ჯარიმების შესაბამისად ჯარიმის ზედაზღვარი პრაქტიკულად გაათმაგდა. ნათია თურნავას კიდევ ერთი ბრძანება ქვეყანაში იპოთეკის გაცემას ამარტივებს. იპოთეკის აღების გამარტივებული წესი ძალაში 27 თებერვლიდან შევიდა. ეს გადაწყვეტილება სებმა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომაზე 26 თებერვალს მიიღო და ის იპოთეკური დაკრედიტების წახალისებას ისახავდა მიზნად. მის შედეგად ცესხში შესაძლებელი ხდება პირველადი შენატანი იყოს ბინის ღირებულების 10%, ხოლო 90% იყოს კრედიტი. ნაცვლად აქამდე მოქმედი წესისა, რომელიც განსაზღვრავდა, რომ მომხმარებელი ბინის შესაძენად დებდა 15%, ხოლო ბინის ღირებულების 85%-ს უკვე ბანკისგან იღებდა. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის დავით უტიაშვილის განცხადებით 2025 წლის იანვარში იპოთეკური დაკრედიტების ტემპი წლიურ 10%-ზე დაბლა ჩამოვიდა, რის საპასუხოდაც ეროვნულმა ბანკმა რეგულაციის შერბილება გადაწყვიტა. დავით უტიაშვილის განმარტებითვე ეს გადაწყვეტილება იპოთეკურ დაკრედიტებას წაახალისებს. კიდევ ერთი ცვლილებით ასევე მარტივდება ბინების შეძენა ემიგრანტებისთვის, რადგან უცხოეთში მიღებული შემოსავლების დადასტურებით გაცემულ იპოთეკებში მინიმალური შენატანი 30%-ის ნაცვლად 20%-მდე მცირდება. რის გამოძახილებია ეს ცვლილებები და საით იხრება საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა, რეაქციულია თუ პროაქტიული და თანმიმდევრული. ასე შევაჯამებ დღეს ჩვენ საუბარს. ამ სტუდიაში ვასილ რევიშვილი, გიორგი კეპულაძე. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. გიორგი, პოლიტიკის რა ხაზი აქვს ეროვნულ ბანკს? არჩეული ან ურბილია, მკაცრია, იმიტომ რომ აშკარად აი ეს გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენ ვაკვირდებით ხოლმე მოკლე პერიოდში, ვთქვათ თებერვალ-მარტში, საკმაოდ შერეული, ესე ვთქვათ, ბუნების არის, ხო? ზოგადად საქართველოს ეროვნული ბანკის მიდგომა ყოველთვის იყო საკმაოდ კაცრი, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ჩვენ ყიფე ეკონომიკა მოგეხსენებათ განსაკუთრებით 2008 წელს და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის და ართული რუსეთ-საქართველოს ომის ფაქტორის გათვალისწინებით, მაშინ მოგეხსენებათ გადაიტანა ქართულმა საბანკო სექტორმა ეს კრიზისი, შესაბამისად მას შემდეგ ზოგადად მიდგომა, მათ შორის კაპიტალის ადეკვატურობასთან დაკავშირებით და რეგულაციებთან დაკავშირებით იყო საკმაოდ ხისი და კონსერვატიული. ასე დავარქვათ, თუმცა რა თქმა უნდა ცდილობდა ეროვნული ბანკი რომ ზედმეტად თქვათ ხელი არ შეეშალა რაღაც ეკონომიკური ზრდისთვის და საბანკო პორტფელის ზრდისთვის და იგივე თქვათ იპოთეკური სესხების უფრო მარტივად გაცემა, უფრო დიდი მოცულობით გაცემის შესაძლებლობა მიეცათ ბანკებს, რაც გამოწვეული იყო ახსნა კიდეს თავად ეროვნულმა ბანკმა, რომ იმით რომ პორტფელი ვერ იზრდება, შესაბამისად აქვე დაუხო ეკონომიკა როგორ იზრდება, თუ იპოთეკური პორტფელი ვერ იზრდება, ხო, როცა ყოველთვის უსწრებდა ეს პორტფელის ზრდა, ხო? და პირდაპირ თქვეს რა, ეროვნულ ბანკში რომ მცირდება გაყიდვები, მათ შორის ახალი ბინებს თუ არ ჩავთვლით, ძველი ბინების გაყიდვა უძრავქონებას მნიშვნელოვნად არის შემცირებული სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციების დასკვნებით და ბაზრის მონაწილეების შეფასებებით, შესაბამისად ეროვნული ბანკი ცდილობს რომ შეარბილოს და მით უმეტეს ემიგრანტებისთვის, ხო? საქართველოში დასაქმებული ადამიანისთვის ხვალინდელი დღე და მოლოდინები იმდენად გაურკვეველია, ვინ როდის დარჩება უმშევარი, რომ იმის გასარისკად 10 წლიანი პირობითად იპოთეკური სესხი აიღოს, ხო? ძალიან რთულია. ემიგრანტებისთვის ასე თუ ისე რაღაცა მაინც არის გარკვეული. შესაბამისად, მათთვის გაამარტივეს, მით უმეტეს ბოლო წლებში ძალიან დიდი წილი ახალშენებლობების შენაძენის მოდის ემიგრანტებზე, ქართველ ემიგრანტებზე, ვინც უცხოეთში არიან დასაქმებული, შესაბამისად, მათ უფრო გაუმარტივეს ეს პირობები, რაც რა თქმა უნდა ცუდი არ არის, ეს ხელს შეუწყობს გარკვეულწილად იპოთეკური პორტფელის ზრდას, მაგრამ
პორტფელის ზრდის ერთ-ერთი მთავარი განპირობები, რა თქმა უნდა, არის ყოველთვის საპროცენტო განაკვეთი. ხო, თუ ჩვენ გვეძრდება რისკები, თუ მოლოდინები არის გაურკვეველი, მხოლოდ ამ ცვლილებებით იპოთეკური პორტფელის ზრდა და ამ ზრდის ტემპის აჩქარება, ასე ვთქვათ, შეუძლებელი იქნება მარტო ვთქვათ რეგულაციებით იპოთეკური შესხების გაცემას ვერ გავცდით. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ეკონომიკური გარემო და პოლიტიკური გარემო იყოს შესაბამისი იმის, რომ ადამიანმა 10 წლიანი მომავალი, 5 წლიანი მომავალი რაღაც განკურატება მაინც გაგეგმოს და როგორ გაგეგმოს, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ პოლიტიკური გაგანია პოლიტიკურ კრიზისში ვართ და თან ხელისუფლების ეროვნული ბანკის პოლიტიკა საერთოდ არ იმჩნევენ ამას. იქ არაფერი არ ხდება. მაგრამ თან მეორე მხრივ რეგულაციებსაც არ ბილებენ იპოთეკურ შესხებთან დაკავშირებით. აი ეს რეგულაციების ცვლილება, ესე ვთქვათ, ხო, ანუ აი რასაც მე ვუყურებ, როგორც აი რეაქციულ დამოკიდებულებას, რომ ხო, აი რა სტიმული მოდის და მოდი ამაზე ახლა ვირეაგიროთ. ეს როგორი არის, ესე ვთქვათ, ფინანსური სტაბილურობისთვის და იმ ბაზრისთვის, რომელი ბაზრისთვისაც ეს არის, ესე ვთქვათ. კარგი შეკითხვა. ნახეთ, ჩვენ დღესდღეობით ბანკებში გვაქვს შემდეგი რეალობა. ბანკები ვეღარ აფინანსებენ სამშენებლო კომპანიებს, დეველოპერებს, ვინაიდან კონცენტრაცია არის ძალიან მაღალი სამშენებლო კომპანიებში. რას ნიშნავს ეს? ერთ-ერთი სექტორი, რომელიც მუშაობდა და ნუ ახლაც ასე თუ ისე მუშაობს, არის სწორედ ეს სექტორი, ხო? ამიტომ გაიზარდა ერთადერთი ახლა ძალიან ხმაღალი ნათქვამია, რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ კლინში და პროდუქციაში მოდის ამას. რატომ არის რეაქციული? ბუნებრივია, როდესაც მიწოდება, ვთქვათ, იზრდება და არ არის მოთხოვნა, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ ეს მოთხოვნა შექმნას ხელოვნურად. ხელოვნური შექმნილი ვიცით ყველაფერი, განსაკუთრებით ეკონომიკაში ცუდია. შესაბამისად, კიდევ უფრო მეტად ტვირთება, ასე ვთქვათ, ეს სექტორი, უпростоრად საქართველოს ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული მხოლოდ დეველოპერ სექტორზე. ასეთი, ასე ვთქვათ, კონცენტრაციის უარყოფით შედეგები ბევრი გვინახავს, ხო? დაწყებული 2008-2009 ახსენეთ, მანამდე რამდენიმე ბაბლი იყო, ბოლოს ვთქვათ, აზიაში ბაბლი და ასე შემდეგ, ხო? შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ძალიან საშიში მიდგომაა, რომ დროებითი, ასე ვთქვათ, წახალისების მიზნით, რომ ეკონომიკა რაღაცნაირად ამუშავდეს, ვთქვათ, ფინანსურ სტაბილურობას დებს სასწორზე. ხო, ანუ მეორე მხრივ გამოდის, რომ სადაც კომერციული ბანკები რეალურ რისკს ხედავენ, ამაზე ეუბნება დღეს ეროვნული ბანკი, რომ ეს ისეთი დიდი რისკი არ არის. თვითონ ეროვნული ბანკი კრძალავს. ასე ვთქვათ, რეკომენდაციას იძლევა, შეიძლება კრძალავსოს კიდეც, ვთქვათ, შემდგომ კონცენტრაციის დას. ეროვნული ბანკის დაწესებული ზღვრებია ეს კონცენტრაციის, ანუ ეროვნულმა ბანკმა მშვენივრად იცის, რომ კონცენტრაცია ძალიან მაღალია ამ სექტორში. ერთი პერიოდი გიორგი ჭარბვალიანობა გახსოვთ თქვენ რომ იყო ესე ვთქვათ ამოსავალი ამის გამო ძალიან გამკაცრდა სების პოლიტიკა და ნაწილობრივ ესე ვთქვათ რაც ახლა სულ ხდება არის ის რაც მაშინ ძალიან გამკაცრდა ხო ანუ აი ამ შექმნილ ვითარებაში, როდესაც აი ეს განჭურეტადობა არ არსებობს, გაურკვევლობა მაღალია, ცოტა საშიში ხომ არ არის, ესე ვთქვათ, ამ მარწუხების ეხლა მოშვება, მიუხედავად იმისა, რომ ესე ვთქვათ, ადრეც სულ ვაკრიტიკებდი ამ ჭარბვალიანობის ეს მოხუთვას, ესე ვთქვათ, ამ ბაზრის. ხო, რეაქციულ რეჟიმში მუშაობაა ყველაზე მეტად, ხო, სახიფათო ალბათ. ხო, იმიტომ რომ რა შეიძლება იყოს გაუმჯობესებული დღეს ამდენი კრიზისის ფონზე, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ კრიზისების ფონზე, რამაც შესაძლოა რომ ჭარბვალიანობის თემა, ესე ვთქვათ, დღის წესრიგში აღარ დააყენოს და სამაგიეროდ სწრაფი ეფექტი აქვს. ეს არის აღებას. ხო, მეორე საკითხი აქ თან რომ ძირითადად ჭარბვალიანობის თემა მესმის რომ ეროვნული ბანკის წინა მენეჯმენტის თემა იყო, უფრო მაგრამ ხშირ შემთხვევაში მოდიოდა სწორედ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირებისგან, ზოგი მანამდე რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციაში იყო შემდეგ, ხო, რომ აი რაღაცა სამხარებლო დაკრეტება მნიშვნელოვნად იზრდება და ეს იმპორტს გვიზრდის და ამიტომ უფასურდება ლარი და მაშინ ჯერ კიდევ გიორგი ქადაგიძე იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ოღონდ მისთვის დაებრალებინა და ჭარბვალიანობა და ის რომ თქვათ ეროვნული ბანკის შედარება
განვითარებით თითქოს და რბილი მიდგომები ითვლებოდა მინუსად, ახლა რატომღაც ამაზე ხმას აღარავინ არ იღებს, რომ ამას აკეთებს, ხო და ჩვენ ძალიან კარგად ხვდებით, რომ ეროვნული ბანკი დღეს ამ ნაბიჯებს რასაც გავს, ყველაფერი რა თქმა უნდა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეთანხმებულია, ხო? ჩვენ ახლა დეველოპმენტის სექტორს როცა ვსაუბრობთ, ახლა პოლიტიკური კონტექსტისგან ვერ დავსვლით ამ თემას, ამ თემასთანაც დაკავშირებული. დეველოპერების ძალიან დიდი ნაწილი არის მართველი ძალის ძირითადი შემომწირველი, ასევე დეველოპმენტის სექტორთან დაკავშირებულია სხვა პატარა სექტორები, ხო? ეხლა პატარას ვეძახით, მაგრამ იქ რემონტი, ავეჯი, ტექნიკის გაყიდვა, ხო? ყველაფერი დაკავშირებულია ახალი უძრავი ქონების შეძენასთან. თუ დეველოპმენტის სექტორს ექნება პრობლემა, ექნება, ვთქვათ, სხვა სექტორებსაც, რომელიც მე მთლიანობაში ეკონომიკურ ზრდაზე აისახება, მაგრამ ამის დამატებით, ვთქვათ, შერბილებით კიდე სესხებით დატვირთვა, რამდენად მოგცემს დადებით შედეგს, აღნიშნეთ, ხო, იმ გაურკვევლობის მოზე, რაც ქვეყანაშია, ხო? ადამიანს რაც უნდა ვთქვათ, მესმის, რომ შეიძლება პირობითად 200,000 ლარიანი ქონება, რომლის ვთქვათ 170,000 ლარი დააკრედიტებს, დღეს ბანკი ხო 90% ასე აქამდე ნაკლები იქნებოდა, 5%-ით ნაკლები იქნებოდა. შეიძლება რაღაც სტიმული იყოს, ვთქვათ, კონკრეტული სესხებლისთვის, რომ აიღოს იპოთეკური სესხი, მაგრამ ეს თლიანობაში თუ სიტუაცია არ გამოსწორდა და მოლოდინები არ გაუმჯობესდა, ფსიქოლოგიურად ადამიანებს თუ არ აქვს პოზიტიური განწყობა ხვალინდელი დღის მიმართ, მხოლოდ რეგულაციების ცვლილებებით სამწუხაროდ ვერ მივიღებთ. თუმცა გახსოვთ თქვენ, რომ აი მჭარბვალიანობასთან დაკავშირებით ამ გამკაცრების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მოსახლეობას კარგად არ ესმის სეჯირების მექანიზმები, არ ესმის, როდის უნდა აიღოს სესხი, ანუ რა შეიცვალა, ესე ვთქვათ, ბევრი არაფერი შეცვლილა ამ მიმართულებით. ესე ვთქვათ, ხო, ამ განათლების, ფინანსური განათლების კუთხით, რომ ახლა ვთქვათ, დააჰეჯირებენ და მიხვდებიან, რომ ის რაც უფრო ხელმისაწვდომია, ავტომატურად არ უნდა გამოიყენონ, ხო? ადამიანები ზოგადად მაინც ალბათ რჩება. ხო, პრობლემა რა თქმა უნდა. რაციონალურები არიან ხო, რაციონალურები არიან და მე დარწმუნებული ვარ, მიუხედავად თქვა ამ მნიშვნელოვანი თქვა შერბილებისა, ხო, მით უმეტეს ემიგრანტების ნაწილში, ხო, მაინც ადამიანები კარგად შეხედავენ, თქვა მომავალს განჭრეტენ, როგორ და რანაირად მოიქცნენ და პირველ რიგში მიაქცევენ არა რეგულაციებს ყურადღებას, არამედ საპროცენტო განაკვეთს, რა თქმა უნდა, თუ რამდენს იხდიან ამ სესხის სანაცვლოდ საბოლოო ჯამში და ასევე იმას თუ როგორი იქნება ხვალინდელი დღე ამ ქვეყანაში, ხო, საით მიდის ეს ქვეყანა და სანამ ეს კითხვის ნიშნები არსებობს და ამ კითხვებზე ხელისუფლებას კი, ხო, de facto ხელისუფლებას კი დღეს ვერ ცემს პასუხებს, რო, ხო, ვის და თქვა თელ დასავლეთთან თუ დაპირისპირებული ხარ და მხოლოდ აღმოსავლეთით წაგესვლება, ხო, ეს მოცემულობა ქართული ამორჩევლის 80%-ს როგორც ვიცით არ მოსწონს. კომერციული ბანკებისთვის ჯარიმების გაათმაგება როგორ ეწერება მთელ აი ამ სურათში, რაზეც ახლა ჩვენ ვილაპარაკეთ იმ გაურკვევლობის პირობებში, რაც ახლა მარტო მომხმარებლისთვის არ არის, ხო, გაურკვევლობა და თან ანუ საფინანსო სექტორისთვის დღეს გაურკვევლობის წყაროები არის არა მხოლოდ შიგნიდან, არამედ გარედან, რა იქნება სანქციებთან მიმართებით, რომელი მაცოცხლებელი დასანქცირდება და ასე შემდეგ, ხო, ანუ ამ კუთხითაც ესე ვთქვათ, გაურკვევლობა არ არსებობს. ეს ჯარიმების თემა წამოიწია როგორც მახსოვს გასული წლის 2024 წლის ბოლოს თავისი არგუმენტი ამას წინათ მოვისმინე სხვათა შორის და მეთქვა არგუმენტი იყო ასეთი რომ საბანკო სექტორი იმდენად გაიზარდაო რომ 0.1% ცოტა ანუ პროცენტზეა საუბარი ხო ანუ თუ გაიზარდეს 0.1%-იც გაიზარდა ანუ არგუმენტი აბსოლუტურად სენსაციული არგუმენტის კერა მოიყვან მე მგონი რა ალბათ დიდი ალბათობით ასეცაა კვლავ რაღაც პოლიტიკური პოტენციურად ურჩი ბანკების, ასე ვთქვათ, დასჯის მექანიზმად შეიძლება იყო მოაზრებული მაშინ. ახლა არ ვიცი, ვთქვათ, რამდენად გამოიყენება. არსებობენ? შესაძლო იყო მაშინ, მაგრამ ამიტომ ახსენე 2024 წლის ბოლო პერიოდი. კარგი, და ბოლოს ესე ვთქვათ, ორივესგან მინდა რომ ამ რეფინანსირების უცვლელად დატოვებასაც შევეხოთ, ესე ვთქვათ, რა ხდება ამ ნაწილში და ზოგადად, ანუ ეს მონეტარული პოლიტიკა რას ასახავს დღეს ქვეყანაში და აი ამ ეკონომიკური ზრდის ნიშნულებით ვთქვათ 11.1% ის რომ ვთქვათ 8%-ზე უცვლელად ნარჩუნდება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რა შთაბეჭდილება უნდა დარჩეს, ესე ვთქვათ, ჩვენს მაყურებელს, რომ ვთქვათ ეს პოლიტიკური კრიზისი სადღაც გვერდით არის, ეკონომიკა რაღაც განვითარებას განაგრძობს და არ არსებობს, ესე ვთქვათ, რაღაც წერტილი, სადაც ესენი გადაიკვეთებიან და ესე ვთქვათ, ხო, აი რა ხდება აი ამ ნაწილში, ხო, იმიტომ რომ ჯერ ვთქვათ, არც ეკონომიკურ ზრდას ეტყობა ფაქტია ეს კრიზისი, არც ვთქვათ, ლარის კურს, რაზეც იყო შიშველი
ნიმუშები, ესე ვთქვათ, რომ ყველაზე მძიმე და მოწყვლადი შესაძლო სწორედ ეს ყოფილიყო, ხო, ანუ რაღაცნაირად ეკონომიკა მაინც ინერციით თუ არ ვიცი როგორ მიდის, ხო? ამიტომ აი რა ხდება ამ ნაწილში ესეც რომ ავხსნათ რა ჩანს. პირველი დავიწყებოთ ლარის კურსით. რამდენად მყარდება ლარის კურსი, ხო? ჩემის აზრით ლარის კურსი ჯერ ისეთი არ მყარდება. ჩვენ ისევ რაღაც ტრადიციულად ვადარებთ დოლარს, ნუ შევადარებთ დოლარს, შევადაროთ ჩვენს სავაჭრო პარტნიორების ვალუტებს, ხო? დოლარი გაუფასურდა წლის დასაწყისში 5%-ზე მეტი. ხო, რეალურად რო შევხედოთ დოლარს და ევროსთან მიმართებაში ლარი არ გამყარებულა, ხო? ეგ ერთი ფაქტორი და მეორე ფაქტორი, რომელიც უფრო ძნელი დასაჭერია, ასე ვთქვათ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენ დაკრედიტება ვახსენეთ. პრობლემა ის კი არაა, ვთქვათ, რომ ლარზე, უბრალოდ დოლარზე მოთხოვნა შემცირდა, ლარზე შემცირდა მოთხოვნა. ხო? ყველა ჩამოთვლის გამო ნაკლები კრედიტი, ნაკლების და ნაკლები მოლოდინების შესაბამისად ნაკლები ხარჯვა ასე შემდეგ. ამიტომ მეპარებმა მეეჭვით 11%-ში, ხო? ესე იგი, დოლარის მიწოდება ნამდვილად არ გაზრდილა, ეს ვიცით, იკითხება და მაგას ვერ ასე ვთქვათ გადაწერ, იმიტომ რომ გადამოწმებადია ვთქვათ მეორე ასე ვთქვათ კონტრაგენტთან. შესაბამისად, თუ ლარის კურსი უცვლელია, ან ვთქვათ ოდნავ ყარდება, ეს შეიძლება იყოს იმის გამო, რომ ლარზეც აღარაა მოთხოვნა. ხო? შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ლარის კურსის ახლა არ ცვლილება პირიქით ცუდი ინდიკატორია ზოგადად ეკონომიკისთვის, რა თქმა უნდა, კარგია მომხმარებლისთვის, მაგრამ ცუდი ინდიკატორია ეკონომიკისთვის, ვიდრე კარგი. მესმის გიორგი, თქვენგანაც მინდა მე ხო, ლარის კურსის გამყავ თქვა დოლართან გამყარება თუ ქვია ამას აღნიშნეთ, რომ არის რა თქმა უნდა დოლარის გლობალური დასუსტების შედეგი და ანუ ტრამპის პოლიტიკის შედეგი, ну პირველი ნაბიჯები, რაც გადაიდგა, თუმცა ის გაურკვევლობა, რაც არის თქვა საერთაშორისო ბაზარზე, ასე ვთქვათ, ხო, იგივე ვთქვათ, ამერიკის საფონდო ბირჟა იქნება ეს თუ ტარიფების პოლიტიკა, ეს გაურკვევლობა რა თქმა უნდა საქართველოსაც გადმოეცემა, იმიტომ რომ მოიხსენებათ ჩვენ სამხარებელო კალთაში იმპორტირებული პროდუქციის წილი საკმაოდ დიდია, თითქმის 80%. ამიტომ თუმცა ჩვენ არ უნდა ვუყუროთ ხომ მხოლოდ დოლარს, ჩვენ საერთო პარტნიორებს უნდა დავაკვირდეთ. შესაბამისად, მე ვფიქრობ ლოგიკური იყო შენარჩუნება 8%-ზე მონეტარული პოლიტიკის შერბილების ფუფუნება დღეს არ აქვს. პირიქით შეგვეძლო გვეფიქრა გამკაცრებაზეც იმ პირობებში, რა პირობების დღეს არის ჩვენს ირგული ვაც მათ შორის და საქართველოშიც ხო შეიძლება ერთობლივი მოთხოვნის შემცირება და ასე შემდეგ რაც სახეზეა და ნელ-ნელა ეს დარწმუნებული ვარ, რაც უნდა ეცადო რა რიცხვებშიც აუცილებლად აისახება. შესაბამისად მე ვფიქრობ ეს იყო ლოგიკური, რომ ბანკს მანამდე უფრო ჰქონდა წინა წლის მეორე ნახევარში უფრო ჰქონდა ფუფუნება ცოტათი შერბილების მონეტარული პოლიტიკის, თუმცა მაშინ მოიხსენებათ გამოწვევა იყო იგივე ვთქვათ არჩევნები, ის რაღაცა პოლიტიკური დღისწესრიგი და ამიტომ არის ცუდი სწორედ ის რომ ეროვნული ბანკი ვერ იღებს პოლიტიკური კონიუნქტურისგან დასილ გადაწყვეტილებებს. მესმის რომ პოლიტიკას ყოველთვის უნდა შეხედოს რა მდგომარეობა ქვეყანაში, მაგრამ როდესაც შენ საარჩევნო დღისწესრიგს მიყვები, ხო? მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შევცვალოთ 4 წელიწადში ერთხელ როგორც იცვლება ვთქვათ პირობითად თავრობ არ შეცვლა დიდი ხანი როგორც უნდა შეიძლება, ხო? რატო არის 7 წლიანი ციკლი, რომ ან პოლიტიკურ ციკლებს არ დამთხევა და ცხოვრებულმა კახა ბენდუკიზემ თავის დროზე ამიტომ ჩააწერინა ესე კონსტიტუციაში, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ყოფილიყო შენარჩუნებული, მიუხედავად იმისა, რომ მისი არსებობის ასდიდად ვერ ხედავდა ბატონი კახა თავის დროს. ძალიან დიდი თუ მადლობა. გვაქვს დამოუკიდებელი მაინც გქონდეს. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩემთან ერთად. მადლობა ამ საინტერესო საუბრისთვის. ვასილ რევიშვილი და გიორგი კეპულაძე საუბრობდნენ თქვენთვის პირდაპირ ეთერში. მადლობა.